მოგესალმებით, ახლა ვიმყოფებით ჰააგაში, მაურიცეისის მუზეუმში და თქვენს წინაშე წარმოდგენილი არის ფრანც ჰალსის ნამუშევარი. ბიჭი, რომელიც იცინის. ეს ნამუშევარი ჰოლანდიის ოქროს ხანის ფერმწერმა, ქალაქ ჰარლემის მკვიდრმა ფრანც ჰალსმა 1625 წელს შექმნა. ბიჭი, რომელიც იცინის, ეს ფრანც ჰალსის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია. ხედავთ, რომ ამ შემთხვევაში მხატვარმა პატარა ბიჭუნას გულწრფელი ემოცია აღბეჭდა სასურათე სიბრტყეზე. ლოყებ-ღაჟღაჟა ბიჭუნას ბედნიერებისგან თვალებიც კი უბწყინავს. როგორც ხედავთ, მხატვარი ყურადღებით აკვირდებოდა ადამიანებს და ცდილობდა მათი ემოციები მის მიერ შექმნილ ნამუშევრებში აღებეჭდა. არისტოტელემ სიცილი ადამიანის განმსაზღვრელ თვისებად აღიარა. იეგერი კი სიცილს აზროვნებასა და მეტყველებასთან ერთად თავისუფალი სულის გამოხატულებად მოიაზრებდა. ფრანც ჰალსის ეს ნამუშევარი ნიდერლანდებში, ჰააგაში, მაურიცეისის მუზეუმშია დაცული.